მოკლედ ეს პრემიერი რომ გონია თავისი თავი კობახიძეს და საზოგადოებას რომ ელაპარაკება თითისქნევით და რეალურად 50 კაციანი დაცვა რომ დახვდება შიშარა რო არის და რო იცის რაც აქვს მიქარული რომ ქუჩაში ნებისმიერი ქართველი ეტყვის რომ არის მოღალატე და არანაირი პრემიერი ეგ არ არის. ხო, აი ადამიანი 4 თვის წინ გამოვიდა და საზოგადოებას თვალში ნაცარი შეაყარა და ამტკიცებდა რომ გერმანიაში და საფრანგეთში თურმე 30-35%-ით ნაკლები ღირს პროდუქტები ვიდრე საქართველოში და ამის გამო დაანონსა რომ კომისია უნდა შეიქმნას და ამ კომისიამ უნდა გამოიკულიოს რა არის თავარი მიზეზები იმისა რომ საქართველოში არის ძვირი 4 თვე იკულიეს შეიკრიბნენ ტყუილად პარლამენტის რომელიღაცა დარბაზში ჩაატარეს სხდომები ქართულ საზოგადოებას კიდევ შეაყარეს თვალში ნაცარი და გამოვიდა კობახიძე გუშინ თუ გუშინ წინ და ილაპარაკა რომ თურმე საქართველოში 50%-ით იაფია. ბიჭო 4 თვის წინ თუ იყო საქართველოში 35%-ით ძვირი რაღაცა პროდუქტი. ეხლა 50%-ით ნაკლები თანხაში რანაირად არის? ვინმე შეუძლია ეს აგიხსნას? ასე თვალში ნაცარს რანაირად გვაყრით? ეხლა ვინც ვაზროვნებთ და ვისაც მოგვეკითხება საღი აზროვნება, ეგენი კი საუბრობთ ამას, მაგრამ აი ვინც ქართულ ოცნებას იცავთ, აი ამ დებილს იცავთ, განათლებული რომ გონიათ. ჩვენ აი ამ იდიოტობა პროპაგანდას შევჭამთ, შევიზელთ და ხმას არ ამოვიღებთ. უბრალოდ ის მიკვრის თქვენ რანაირად ჭამთ აი ამ პროპაგანდას. თქვენ არ ყიდულობთ, თქვენ არ მოიხმართ მაგ პროდუქტებს, მარტო ჩვენ ყიდულობთ, ჩვენთვის გაძვირდა? ნამუსი არა გაქვთ, რანაირად დიტანთ ასეთ დაჯმას მაგ თავებზე. კაცო აჯვამდნენო და წვიმა ეგონაო, კაცო. რა უბედურება სად გაიზარდეთ ვინ ახართ თქვენი დებილი დედავატირე ასე რანაირად დაგაჩულუნგეს ამ 14 წელიწადში გამოდიან ყოველდღე გაბოლებენ გაბანძებენ ცალკე ეს უცნობი ეს ნაცნობი ნაძირალა რომელმაც ჯერ კიდევ 2007-ში თუ 9-ში რომ გაყიდა მაესტროს სიხშირეზე რომ გაყიდა საზოგადოების მღელვარება და მაშინდელი პროტესტი აი ეს ტიპი რომ წაგიკითხავთ მორალს ან ის რქიანი შალვა რამიშვილი პედოფილი და მოძალადე აი ეს ადამიანები გიკითხავენ მორალს და მათ პროპაგანდაზე ზიხართ, მიბმული ხართ პირდაპირ შლანგით და მოედინება თქვენს ტვინებში აი ეს იდიოტობა, მაგრამ მაღაზიაში რომ შედიხართ, იქ ვერ ხედავთ რეალურად რა ხდება? აზროვნების უნარი დაკარგეთ? და ვინც ხმას იღებს მე იმათ მისამართი თქვენ გაქვთ პრეტენზია. როგორ თქვენ აბა მშვიდობის დამცველ კობახიძეს. რის მშვიდობის დამცველია თავის მშვიდობა და უსაფრთხოება ვერ დაუწია 50 კაციანი დაცვა დაყვება. რაში სჭირდება ნორმალურ სახელმწიფოს მმართველს აი ამდენი დაცვა? ესე იგი არ არის კარგი კაცი და კარგი მმართველი, ხო?